რამდენიმე წელი შემქონა კინოცენტრში ეს პროექტი სცენარის სახით, მაგრამ ვერ მეორე ტურში დაფინანსება ორჯერ ვერ მივიღეთ და ეს იყო მესამე შეტანა შარშან 2010 წლის მარტში. სადაც იყო ძალიან შედარებით მცირე თანხა იყო სხვა კინოცენტრის სხვა კონკურსებთან შედარებით, რომელიც კიდე გაიყო. და მე შემდგომ 75,000 ლარი, რომელიც ძალიან ცოტაა და ძალიან დიდხანს ფიქრობდი, რომ საერთოდ ვიშოვიდი თუ არა და სადღაც ამ დროს, შარშან ამ დროს პირველი ნაპერწკალი გაჩნდა იმის, რომ რაღაცას გავაკეთებთ, იმიტომ რომ პროდიუსერები გამოჩნდებოდნენ თუ არა. და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები, ჩემი მეგობრები დამიდგნენ გვერდზე, ესე პათეტიკური სიტყვებია, მაგრამ ეგრე იყო. და ესე რაღაცნაირად უმრავლესი ადამიანია, რაღაც ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ დასავლეთში ახლა ამას თუ იტყვი, არასერიოზულად მიიღებენ, მაგრამ ეგრე იყო, რომ ამ ადამიანებმა კაპიკებითაც ან ზოგჯერმა საერთოდ უანგაროდ იმუშავა ფილმზე და გადავიღეთ ეს. ჩემთვის ესეთ განსაზღვრებას მოძებნდი არის სიყვარულზე კი არა და იმედზე. როცა ადამიანები რაღაც ყოველდღიურ ძალიან ესეთ ყოფაში, ესეთი რუტინაში კარგავენ რაღაცა ცოტა ამაღლებულზე კი არა. რაღაცა განსხვავებულ რაღაცებზე ფიქრის დრო აღარ რჩება. სამი გმირი არის ეს პატრულის ოფიცერი, არის ოფიციანტი ქალი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე და სეზონურ სეზონზე დაქირა ისიც მუშაობს სასადილოში მცხოვრებს აჭვენს და ღამე ბუნგალოში მუშაობს. და უნდა რომ ჭიათურაში გააკეთოს თავის ბარი, თავის საკუთარი და მაწანწალა ბავშვი. და ამ ორი ადამიანის უფროსები ვინც არიან და ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი თავიც დამიჯერე რომ რაღაც იმაში ხარ ყოველდღიურ რითმში და აღარ ფიქრობ რომ მოდი რა კარგი იქნება სადღაც დავივიწყო ჭიათურაში რომ ბარის გახსნა მინდა და წავიდე რაღაც სხვა რაღაც გავაკეთო. ეს მაწანწალა ბავშვი აძლევს არის ბევრად უფრო თავისუფალი და ბევრად უფრო ბედნიერი ვიდრე ეს ადამიანები რომელსაც შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ გაცილებით უფრო ბევრი რაღაც აქვს ცხოვრებაში ვიდრე მას. ამ ბავშვს აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი, ისაც უფროსები ხშირად კარგავენ ხოლმე. ეს არის რაღაცა ძალიან შორს ჰორიზონტზე რო არის და რო არც შანს თითქოს აი მის მოძებნის სურვილი. და ნინოს ან ნანას ჩემ მთავარ გმირს ოფიციანტ ხალხს რაღაცისკენ უფიცებს. ისკენ მე ფილმში ვნახავ. თუ გავითვალისწინებთ რა პირობებით დავიწყეთ ეს ფილმი, ამაზე არც ფიქრობ, თავი იყო დაგვემთავრებინა და კინოცენტრის დირექტორი თაკო ტატიშვილი მიდიოდა ბერლინში კინოფესტივალზე და მითხრა რომ ფილმის რა კონდიციაში რაც ქართულ კინოს ხონდა იქ თავისი პავილიონიც და სტენდიც და გვინდა რომ ახალი ნამუშევრები წავიღოთ. ამ პერიოდში იყო ფილმი მხოლოდ დამონტაჟებული, არც ხმა არ იყო გაკეთებული, უბრალოდ თარგმანი იყო სუბტიტრების გაკეთებული. ანუ დავადეთ და ეს დისკი გავატარეთ ეგრეთ უხეშად შავი მონტაჟით. და სადღაც ერთ თვეში მოვიდა, იქ თაკოს ქონა შეხვედრები სხვადასხვა ფესტივალებთან, კოპროდიუსერებთან და მოვიდა პასუხი ერთ თვეში, რომ ფილმი აიღეს კარლოვაის კინოფესტივალზე, არის დასავლეთის ესე ვქვია, დასავლეთის აღმოსავლეთი. სულ არის 3 კონკურსი და ერთ-ერთი არის ეს. დარბაზი იყო სავსე და პირველად მანდვინერვიული, იმიტომ რომ ახლა საქართველოში თქვა პრემიერაზე არავინ გარეთ არ გავართ ის თითქმის, იმიტომ ნაცნობები არიან და იქ იყო პრემიერა, ანუ პირველად დიდმა დარბაზმა პირველად ნახა იქ. და რო დავჯექი თავიდან სულ ამბობდი აქედან წავედი რომ არა არ მინერვიული, იმიტომ რომ იქ თუ ძალიან არ მოეწონება, შეიძლება ძალიანაც ვერ გავიგო თუ რაღაცა და აქ ხო იცი როგორც ყველა ხოლმე და რო დავჯექი და ბოლო რიგში ვისხედით ქართული დელეგაცია და დავფიქრდი რომ ეხლა შეიძლება დარბაზი თუ არ მოეწონებათ, იმიტომ რომ ეს ხო ძალიან სპეციფიურია, თან მაყურებელი შენ არ იცი თქვა სხვა ქვეყნის მაყურებელი ძალიან ჭრელი იყო, მაყურებელი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან და როგორ რეაგირებას მოახდენ შენ ფილმზე. მაგრამ ჩვენი შიშები არ გამართლდა. ჩემი შიშები, ანუ დარბაზის სავსე იყო მეორე ჩვენების დროსაც და მოვიდა იქ სხვადასხვა ფესტივალის წარმომადგენლები იყვნენ, მათ დისკები მოითხოვეს და თავიანთი დამოკიდებულებაც დადებითი პოზიტიური გამოხატეს.